ღმერთმა მას შემდეგ რაც შექმნა ცა და მიწა და გვირგვინად შექმნა თავისი მსგავსი და ხატის ადამიანები დაუდგინა ცნება, რომელიც ადამმა და ევამ დაარღვიეს. მას შემდეგ მთავარი არსი ცხოვრების ადამიანისა და კაცთა მოდგმისა იყო რელიგია. ეს ნიშნავს, რომ უნდა აღსრულებულიყო ღმერთთან დაბრუნება ცხებული მხსნელი იესო ქრისტე, რომელსაც ელოდებოდა კაცობრიობა. ღვთის წყალობით იგი მოევლინა მას, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა ვერ მიიღო იგი, მიუხედავად იმისა, რომ ის ფრიად დამდაბლდა თავისი შობიდან, მიიწვინა რა ბაგაში, ჩვეულებრივ ღარიბ ოჯახში იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ, რაც იგი სიყვარულს ქადაგებდა და მიტევებას ახდენდა უდიდეს სასწაულებს, კეთროვნებს განსწმენდა, მკვდრებს აღადგენდა, უძლურთა განჰკურნებდა, მიუხედავად ყოველივე იმ დიდი სიკეთისა და არნახული სიკეთისა, რაც მან ადამიანების წინაშე გამოიჩინა, ხალხმა იგი ჯვარს აცვეს. ის ხალხი, რომელიც ოსანა მაღალთა შინა, კურთხეული არის მომავალი, უღაღადებდა, ერთ დღეს, სულ რამოდენიმე დღეში, იგივე ხალხი ყვიროდა ჯვარსაცვი და მაცხოვარი ეცვა ჯვარს. მაგრამ სწორედ აქ განსაკუთრებულად გამოვლინდა მისი ღვთაებრივი პიროვნება, მისი ღვთაებრივი ძალმოსილება, იგი აღსდგა მკვდრეთით, ჯოჯოხეთი წარმოსტყვენა, ადამ განათავისუფლა, ბჭენი სამოთხისანი განახვნა და თითოეულ ჩვენთაგანს მოუწოდა ისევლე სასუფევლისკენ. შესაბამისად, ქრისტეს აღდგომა ის არის უდიდესი და წარმოუდგენელი და მიუწვდომელი არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ანგელოზთა დასისთვისაც. ეს არის უდიდესი წყალობა, ყველაზე დიდი გამოვლინება წყალობისა ღვთისა და შესაბამისად ჩვენი სიხარულიც არის წარმოუდგენლად და შეუდარებლად დიდი, ვიდრე სხვა ნებისმიერი სიხარული. ამ სიხარულს ვიზიარებთ ჩვენ სოხალანი დღეს, ულოცავთ ერთმანეთს უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას და ინებოს ღმერთმა, რომ აღდგომის მადლით ეზეიმოს ჩვენში სულიწმინდას დამბრუნებული იყოს თითოეულ ადამიანში ხატება და მსგავსება ღვთისა და ინებოს უფალმა, რომ აი ამ უდიდესი სულის ზეიმით ყოფილიყოს საქართველოში და დაწყებულიყო საქართველოში ისეთი აღდგომის, ლაზარეს აღდგინების პროცესი, რომელიც ჩვენ სიყვარულს ნამდვილად ასმაგად განამრავლებს. მე მინდა მიულოცო როგორც თითოეულ ქართველს ცხოვრობს საქართველოში, თითოეულ ემიგრანტს ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მიულოცო ჩვენ ოსდა აფხაზ ძმებს, დებს, მამებს, დედებს და შვილებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. უსურვო მათ ღვთის უდიდესი წყალობა, სულიწმინდის მადლი გარდამოსულიყოს თითოეულ ჩვენთაგანზე და სულის ზეიმით, ერთსულოვნებით ჩვენ ერთობით გვედიდებინოს უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა თანა მამით და სულიწმინდით ურთ. ინებოს ღმერთმა, რომ მოახლოეს დროში ჩვენ გამთლიანებულიყავით და ეს ერთობა ყოფილიყოს უდიდესი სიხარულითა და უდიდესი იმედებითა და მზაობით განპირობებული და გაჯერებული. განსაკუთრებით, რადგანაც მე ვარ სოხუმიდან, მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ ძმებს ქრისტეს აღდგომა კირსა დიბზახეით, ცაბერგნი დიბზახეით. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა.